გამარჯობა, შენ მოხდი ანიზას YouTube არხზე და თუ გაინტერესებს ტრაქზე მუშაობა ამერიკაში, გამოვყევი. აქვე გეტყვი, რომ მე არ ვმუშაობ. უბრალოდ შემქმერს დავყვები როგორც მგზავრი. გუშინ მქონდა პირველი ინსპექცია, რაც ამ კომპანიაში ვართ. მანამდე კი წავიდეთ Walmart-ში. გავჩერდით, კაი ხანი არ გუშოპინგია და შევისოთ მარაგი. მე წავედით ანსაცმლებთან. რაღაცები ავიღე ჩემთვის. ალექსი კიდე საკვებზე ზრუნავს. მიმოწმებს რა ავიღე როგორი. შენ წახვალ ანსმოზე? კაი. რა უნდა ვიყიდო? რამდენი რაღაცა გიღია? რაღა დაგვრჩა? კვერცხი. მაშინ მარ შემეტი არაფერი არ გვინდა. აი ასეთი რავიოლი არ გადმოსინჯავს. პირველად ხედავ ისე. აი რამდენნაირია. ესეც კაი ჩანს. ის სხვა ბრენდი იყო, ეს კარგი იქნება. ჩვენ რასაც ჭონცინი ავიღოთ? თუ ის პანახისას ვიღებთ და მოდი სხვანაირი ავიღოთ ახლა. ეს არა გვიღია კაი ხანია. ავიღოთ ერთი ეს. და კიდე მოვსტერის. და ცოტადეს. არ გამისინჯავს არ ვიცი. სოკო მოგვეწონა ხო? კიდე ავიღოთ. სოკოც ძალიან კაია ეს თუ შეგხვდეთ აიღეთ, ვისაც სოკო გიყვარს მოგეწონებათ. მიდორით ხო არა გიღია შემთხვევით, ეს დაჭრილია რა? კაი, ეს ავიღოთ. მიყვარს ამერიკაში დიდ მაღაზიებში შოპინგი. რასაც გინდა დაავლებ ხელს და არ გეშინია, სალაროსთან რომ ხო რაღაც არანორმალური თანხა არ მოვიდეს. არის საკმაოდ მაღალხარისხიანი, შედარებით დაბალხარისხიანი, ფასებთან შედარებით ყველაფერი დარეგულირებული არის. საქართველოში ვცხოვრობ ხოლმე, არ მახსენდება რომ 2 წელიწად შევსულიყავით მაღაზიაში. ისაც არაფრის არჩევანი არა, იოგურტები ერთნაირი, ერთნაირი და ნუ ყველაფერი ბევრი დევს და თითქოს გონია რომ ბევრი პროდუქტია, მაგრამ სინამდვილეში ერთი და იგივე. ყველა ქსელს ერთნაირია განება. აქ რაც გინდა სულ და სულ არაფერი იყიდო გაძღები, შემხო დაათვალიერე გახო. მე მგონი ესე და მოგიხდება. ავიღოთ? იყოს. მე ვერ მეკითხება. შენ არ გეკითხები ხო? აქეთ ხშირად შემოდივარ ხოლმე და მამაკაცების წასვლაში ვყიდულობ ხშირად, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი რაღაცები აქვს. აი ესეთი რამეები მომწონს ხოლმე და მე რო ვიყიდი, ალექსი მართმევს, თვითონ მოსწონს და რომ მეუბნები ეს იყიდით, ხო რასაც ვურჩევ არაფერს არ იღებს ხოლმე. ჩემი iPad-ისთვის ვეზებთ кейს, მაგრამ ვერ ვნახე. მოვიდი შამპუნებთან. TikTok-ზე მხვდება ხოლმე, რომ ამათ აქებენ. კრემიც მინდოდა, მაგრამ არ იყო. ამასობაში ალექსმა დაიწყო გატარება. ესენიც გამიტარე რა. სადაც. მე მგონი ძალიან მაგარი ფასია, ამდენი რაღაცა ვიღეთ. just ანსაცმლების. ამ პაწუყა მიკროფონზე შემოვიდა კითხვები. რა ქვია ხო არ გახსოვს? ფოტოს ამოვანათებ და გაჩვენებთ რომელი მიკროფონი სხვა შორის სანკმაყოფილი ვარ. უკვე 1 წელი ავიყენებ და არანაირი პრობლემა ხარვეზე არ ქონია. თან ხმის დახშობის ფუნქცია აქვს და სულ ჩართული მაქვს ახლა ამაზე. აი როგორც DJI Mini არის, ეგეთი არის ესეც. ამას ვყიდულობდი ძალიან ბევრ შედარებას უყურე და თითქმის არაფერი სხვაობა არ იყო და თან ფასით ეს უფრო ნაკლები ყი. ცოტას მიულაგდებით და გავიგებით გზას. Walmart-დან რო გამოდივართ ხოლმე, სულ ვიღებთ აი ამას. ძალიან გემრიელი არის, თუმცა მოშიებულები რო ვართ და სანამ რამეს მოვამზადეთ, კარგი წასახემსებელია. ახლა ვიფიქრე ჩავიზამებ იმ შორტებს როგორი იქნება თქვა და რომ მოვიკითხე სად არის. თურმე მთელი პარკი რომელიც ანსაცმლობით გავავსეთ, სალაროსთან დაგვრჩან. გავატარეთ, გადავიხადეთ და იქ დავტოვეთ მთლიანი პარკი, სადაც ჩემი და ალექსის ანსაცმლები იყო. მე მგონი ძალიან მაგარი ფასია, ამდენი რაღაცა ვიღეთ. რანაირად მომივიდა ასეთ სისულელე, როგორ დავტოვე ყველაფერი. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. მენი. სულ როგორ მინტრე რა არის? ისე მაგრამ დაუვიზნე. სპეციალურად არჩიე გასინჯე კვილით რა. არა, კვილით. ამ მეორე ხარის. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ჩემი გადმდა. საადო? აი. ამოტრა ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა.
კაი ბიჭო. შევედით მაი სტეიშენზე. შარო საიდან მოდიხარ? რამდენი წუთში ჩერდებოდით ისე? თამაწში უნდა გავჩერდები. დღეს საერთოდ და ვერ დავხდებოდ რა ქთავს Give your BOL. იმედია ჯარიმა არ იქნება ხო ამის გამო? და მაგრამ სადმე ხო თქვი რაღაცით გამომხედა, ბინოკლით გამომხედა და მეთქი რა ხდება. ხო თქვი უეჭველი ისე თქვა. ჩემ გამოგაჩერები თქვა. მიღებდა სურათებს კაიყა. გადავიღებ ვიდეოს, ფოტოები გადაგვიღო. მიუხვდი ეგრევე. და არსად არ ჩაწერს ხო რაღაცებს მაინც რო წერენ ხოლმე. ამ კომპანიას იმხელა ჯარიმები აქვს იმედია ეს რამეს არ დაწერს. თორე კომპანია უფრო მეც დაგჭერჯავს. საბედნიეროდ ამ კვირაში არ გადამიკეთებია. ყველაფერი წესრიგში არის. სხვადასხვა შაბათ-კვირასაც 34 საათიანი რესეტი გამომივიდა. ეხლა მაგას შეამოწმე შაბათ. რა წერია? აიოლეში დამიწერა არის ეს. აიოლეში discovered წადდე კითხე არც ტიკეტი არის და არც violation. ნურაში იყო საქმე. აქ რო აქვს ხოლმე მოსაჭერი. რა ცოტა მოშვებულად იყოს ხვედი. აი ესე მქონდა გაკეთებული, ეს ოდნავ მოწეული და ამ ხარზე არ მეკეთა ზუსტად, ცოტა ესე იყო რა. თორე დაახლოებით აი ესე მეკეთა და რო გავიარეთ, რაღაც დურბინით, ბინოკლი თუ რაც ქვია, მაგით ისე დამაკვირდა და მეთქი უეჭველი ჩემი ღვედის გამო არის თქო, მაგრამ ხო იყო დრო რომ გამესწორებინა, არ ვთვლიდი ამას დარღვევად. ხო და თურმე დარღვევა არის, ძალიან ახლოს უნდა გქონდეთ მხართან და არ უნდა იყოს ესე მოშვებული. დაწიკი გავასწორებ და აღარც მოვიხსნი, მაგრამ არ დავწერო არც ჯარიმას, არც ტიკეტს, ანუ არაფერი ისეთი არ იქნება, არაფერზე არ იმოქმედებსო, მაგრამ violations discovered მაინც ამოგვიბეჭდა, ალბათ ეს პირდაპირ კომპანიასაც გაეგზავნება. არ მინდოდა ესეთი რაღაცა რომ გაეკეთებინა, მაგრამ მაინც დარღვევად ითვლება და წესი ესეთია ალბათ. და არის გამოც, ანუ ეხლა არ ვიცი ეს რას ნიშნავს, თუ ამის გამო კომპანია გადაგვახტევინოს, მე მგონი საკმაოდ დიდი ჯარიმა ქონდა იმაზე ღვედზე. მაგრამ ღვედის არ გაკეთებაზე აქვს ამათ ჯარიმა და ასეთ დარღვევაზე თუ ექნებათ არ ვიცი და იმედია გადავრჩებით. დღეს მაგარი ნაყოფიერი დღე მქონდა. სადღაც 60-70 დოლარამდე ღირებულების დასასრულები დამრჩა. ამან ჯარიმა გამოგვიწერა თუ რაც არის, არ არის ჯარიმაო, მაგრამ სავარაუდოდ ეს კომპანია დაგვაკისრებს შიდა ჯარიმას. ხო და ასეთ მხიარულ ნოტაზე ჩვენ დღეს ვჩერდებით. ალექს რა დააცინებს არ ვიცი, მაგრამ სულ გაინტერესებს? მართლა ძალიან კაი. არა, მე შინაგანად მღვნი სკოლში რა. ახლა დებილობის გამო. ან რო შევედით ისე მაინც გამესწორებინო, მაგრამ საერთოდ არ ვთვლიდი. აი ეხა აი ასე. რა არის მე? უკან რო ვიყო და მოძრავ ტრაილერში უკან რომ მეძინოს, უფრო უსაფრთხოდ ვიქნები, ვიდრე ეს ხვედი ესე რომ მქონდა ეს. მე ვედით მეგობრებო, მაგრამ მე გათენებამდე ვერ მოვისვენებ. ძალიან მაინტერესებს თვითონ ეს კომპანია თუ ინამუსებს და დაგვიწერს ჯარიმას, მაგრამ თუ ინამუსებს და თუ ინამუსებს და დაგვიწერს და არა, კი არ უნდა მეთქვა. თუ იუნამუსებს, თუ რაც არის. ინამუსებს და არ დაგვიწერს. ხო, თუ ინამუსებს და არ დაგვიწერს. ჯანტაბადაც არის რა. ავიჭერი. მგონია გვირა რო გზაზე ვარ ჩემი. ესენი ყველაფერი ხო შეამოწმეს და ასევე ჩემი ფურცელის ანუ passenger როგორა გზავრის ფურცელი ჩემი მართვის მოწმობა ანუ აიდი წაიღეს ყველაფერი გადაიღეს ფოტოებიც გადაგვიღეს და საკმაოდ შარზე იყო მაგრამ ეს უკან შემოწმებები არაფერი არ ჩაუტარებია ხა კიდე მაგის ნერვიდან ნერვობა მაკლდა რამე არ იყოს გაფუჭებული ან დარღვეული რაღაცა კიდე კაი მაგას მაინც გადავრჩით უკვე დიდი ხანი ალექსი ფიქრობს წასვლაზე ჯერ ჩამოსული არ იყო უკვე ფიქრობდა წასვლაზე როდის წავიდოდი ტრაილერიდან
ხო და უკვე უნდა წავსულიყავით და ასეთი ხათაბალა გადაგვეყარა გზად. ხო და რაიტყვის ხოლმე ალექსი ორ კვირაში წავიდეთო, სუცდელობ ხოლმე რომ კიდე ერთი კვირა დავჭეთ, კიდე ერთი და რამდენჯერაც მაგას ვეუბნები ხოლმე ხანდახან ვაჩერებ ჩვენ თავს რომ რაღაც რომ მოხდეს, მე შენი ბრალი იქნება. და ეხა კიდევ კარგი რო არაფერი არ მithქვამს. ის პროცესები ხოლმე. რა? ჯარიმი? პროცესს კი მეჩავდე. წავედი ხა შხაპე მივიღო და ცოტა გავიქარო. ამ კომპანიისგან ძალიან კმაყოფილები ვიყავით, რადგან უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და ძალიან მოგწონდა. რაც აქ ვართ 2 თვის მანძილზე გუშინ პირველად შევედით Waystation-ზე. ისეთ შემთხვევით მოგვიწია ინსპექცია. ვინც არ იცით, Waystation-ი არის სპეციალური საკონტროლო პუნქტი გზაზე, სადაც შედიან კომერციული მანქანები. წონის, დოკუმენტების და უსაფრთხოების შესამოწმებლად. სპეციალურად ისეთ ადგილებშია განლაგებული, სადაც ტრაქები მოძრაობენ, ძირითადად highway-ზე, interstate-ებზე. იქ ამოწმებენ მანქანა არასწორად ხო არ არის დატვირთული. ზოგჯერ ისეტვირთავენ ტრაილერს, რომ წონა არასწორად არის გადანაწილებული. ეს ძირითადად ისეთ დროს ხდება, როცა ტვირთი მძიმე. ესე დროს ალექსი პირველივე შემოხვედრა ტრაქსტოპზე შედის და მანქანას წონის. და თუ არასწორად არის შესაძლებელია წონის გასწორება აქსელ თანდემების გასრიალებით. ძალიან იშვიათად რომ ამ ხერხმა არ გაჭრას, ერთხელ მოგვიწია კომპანიაში უკან დაბრუნება, ახლოს არსად არ იყო ტრაქსტოპი. კარგად შორ მანძილზე წავედით, ამ აქსელების გადაწყვეტით ვერ გასწორდა და მე მივუბრუნდით ისევ იმ კომპანიაში და საერთოდ თავიდან დატვირთეს. ტრაქში არის პატარა მოწყობილობა და როგორც კი ამ პუნქტს უახლოვდები, სისტემა ამოწევს კომპანიის უსაფრთხოების რეიტინგს, წინა ინსპექციების შედეგებს და დარღვევების ისტორიას. თუ ან მწვანე გზას აგრძელებ, თუ წიწლად ან თუ აუცილებლად შედიხარ Waystation-ზე. თუმცა ზოგჯერ ისეთი პუნქტებია, რომ აუცილებლად უნდა შეხვიდე. თუმცა შეგიშვებს კიდევ ორი გზა, ერთი ისევ ბაიპასით გაბრუნებს highway-ზე კონტროლის გავლის გარეშე და მეორეზე თუ შეგიშვა, იქ რადარივითაა სასწორია უკვე. ასკანერებენ მანქანას, შენობიდან გიყურებენ ძალიან ბევრი კომპიუტერი აქვს და რამე საეჭვო დეტალი თუ შენიშნეს, მე ისევ ჩაგძახებენ და კიდევ შიდა სივრცეში გადასვლას მოგთხოვენ. ალექსი ახალი ტვირთის ასაღებად არის მოსული და ეს მიკროფონი იმიტომ აქ ესე ახლოს, რომ ქარია და ნუ მაინც ვერ იცავს ქარისგან. კი აქვს ის რაღაც თავისი ბუმბულები, მაგრამ მაინც ხმაური არის. შარშან ვიყავით KA-ის კომპანიაში, სულ ახალი ტრაქი გქონდა და ძალიან კარგი. ფაიმე. ეს კი ახშობს, ხმის იზოლირება კი მაქვს შართული, მაგრამ ეს ხმა თქვენს გაიგეთ? ასე ძლიერად ვირთავენ ტრაილერს და ამ დროს ჩვენ შიგნით ვიმყოფებით კაბინაში. რაც არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია. არ მახსოვს რომელ შტატში, მაგრამ შეგუშვეს შემოწმებაზე და იმ დროს იყო რაღაც სერიოზული რამ მომხდარი. მე მგონი თუ არ ვცდები, აი ინდოელი იყო საჭესთან და U-turn ისეთ ადგილას გააკეთან, მოუხვია ტრაილერით ისეთ ადგილას, სადაც ვაიმე რა ხა ისეთ ადგილას მოუხვია, სადაც არ შეიძლებოდა. შეეჯახა პატარა მანქანა და ფატალურად დასრულდა, მე მგონი 3 ადამიანი გარდაიცვალა. მაშინ ძალიან დიდი ამბები იყო ამაზე. ისედაც კი იყო გამკაცრებული ინგლისურის ცოდნასთან დაკავშირებით. ვითომ ტრაქერებმა არ იციან ინგლისურიო. ამ შემთხვევის შემდეგ კიდევ უფრო გაამკაცრეს და დაიწყო შემოწმებები. არ ვიცი რამდენ მართალი იყო, მაგრამ ჯგუფებში წერდნენ, რომ ამოწმებდნენ ინგლისურზე, ტესტებს უტარებდნენ ძღოლებს, ვინც ვერ აბარებდა ამ ტესტებს, ადეპორტებდნენ პირდაპირ. 1000 ჭორმართალი დადიოდა მაგ დროს. მაგ დღეს საერთოდ არ ველოდით, რომ ინსპექციას ჩაგვიტარებდნენ და საერთოდ არ ავღელვებულ ვართ, იმიტომ რომ მანქანა იდეალურ მდგომარეობაში იყო. მაგ წლის გამოშვების ტრაქტორი და ტრეილერი იყო, ანუ ტრაქტორი, როგორც ეს წინა ნაწილი და ტრეილერი უკან მხარე. მოგწეს მოკრეთ ტრაილერის ტრაქით, ეხლა შევამოწმეთ მე და ანიზა საბურავები ერთად და გადავუღეთ ტრაქს ფოტოები, მაინც რო რაღაცა და დაზიანება რო არ კონდეს 2025 წლის არის. არა, 2026 ამბობენ, აქ რატო არის ეგრე, არ ვიცი. რავი, აი წინიდან გადავუღე ესეთია, მწვანე ფერი არასდროს არ ვყოლი. ხვა. გოდანია. რაღაცა. სამო რომ თური გავაკეთოთ შეგნიდან. სულ ახალია. აბა, ბედნიერი იყოს ჩემი ტექსტი. ეხა გარედან გაგვირიცხეს, გამოძახებული ყავდათ. აი, დიდი სივრცე ყოფილა რა. აუ, მაცივარი რა მხელა. ახლა მოვიქრათ ესეთი რაღაც. ტრაქსტოპამდე უნდა გავყავ ალექს პატარა მანქანით უკან. ალექს, თუ შენ წინ წახვედი და მე ჩამოხრჩი, ან შუქნიშანიანი თუ არა რაღაცა დამხრჭე და დამელოდე კაი სადვე.
შენ მომყევი და ტრაქსტოპზე მივიდეთ. მიდი, ჰე. გავაჩეროთ მე ეს ტრაქი, ჩავკეტოთ და ამით წავიდეთ დავტოვოთ მანქანა და ტაქსით დავბრუნდეთ ვერ. ესე მივყვევი ალექს უკან. ვცდილობ რომ ახლო დისტანცია მქონდეს. ჩვენ შორის მანქანა რო არ ჩადგეს. ესე ეცხავენ ალექსის მანქანას. I took pictures as well, but Cool. there is a little bit scratch over there. You Okay, can see it. I see that. The first aid kit, it's gonna be on the Yeah, top I saw, left yeah. up there. აქ რაღაცა ნაკაწრი ქონდა მეგონა და ვუთხარით და შორდება. ეს მიხაზული არის. იქ ხო არ შევაგდო უკან საერთოდ. აქ ამაგრებენ ესეთებს, ვერ დაამაგრებ? სამაგრი მქონდა ხოლმე და ამას არ უყენია და სამაგრებელი. ეს რა არის? ვერაგა შეისიდება. პოუზები. მილები. უთხარი და დაგიმაგრო. სად უნდა შეაგდო? ის ჩემოდან შეგვიშლის ხელს. ტრეილერში შევაგდებ უკან მეთქი. რავი, ხა არაფერი ისეთი არ არის აქ გადასაღები. ეს აკეცილი არის. ასე დავტოვეთ სავარაუდოდ. იმიტომ შემოდნები აღარ გვაქვს და გამომადგება შენი აზრით? ხო, ეს ჩადე. ერთხელ დამჭირდა მარტო ცხოვრებაში რაც მუშაობ. აქ გვიდეს. First aid kit. პირველადი დახმარების ყუთი. ეს რა არის? ესენი რა არის? ესენი არის დამცველები ეწოდებოდი რავისოთ. აი მე მგონი მოთავსდებით აქ არა? ეს მაგიდა გვაქვს ძალიან პატარა, ესეთი. აბა? ესეთი აქვს ყველა straight liners. ეხლა დაალაგება თქვი შენ დღეს. საწავის ბარათებს გამოვართ, მანქანა წამოვიყვანოთ. მივიდეთ იქ ჩავლაგდეთ და მე მანქანას ჩავაბარო. კარგი. Shipper, they requiring this. How do you say your last name? Last name? Garsenisvili. Garsenisvili. Yes. Okay, cool. That's good. Do you need sign or? I will go through it with you. Then when you see everything is in truck, then you can sign. I don't have. I need fuel cards. ზოხალღა საათი 11-ისკენ დავიძინეთ და ისე გათიშულს დამეძინა, ისე გემრიელ და ისე კარგად. მოკლედ აღარც თავმკია ამდელეთ და საერთოდ არაფერი არ მოწოხებს. და ნუ მოკლედ ძალიან კარგ ხასიათზე შევედით. ხედავ რომ კარგი მანქანა ყავსო, მაგრამ ჩაგიტარებ პირველი დონის ინსპექციასო. მაშინ საერთოდ არ ვიცოდით რას ნიშნავს ეს პირველი დონის ინსპექცია, რადგან ესე დონეების მიხედვით ანაროს არ ჩაგუტარებია. როცა გვამოწმებდნენ, არც გვეუბნებოდნენ ხოლმე რომელი დონე იყო და რა ხდებოდა. ხო და ეს პირველი დონე ყოფილა ყველაზე რთული და ყველაზე მკაცრი, სადაც ამოწმებენ აბსოლუტურად ყველაფერს დოკუმენტებიდან დაწყებული. მანქანის ყველაზე ელემენტარული დეტალის სამთავრებული. მაშინ YouTube-ისთვის არაფერს არ ვიღებდი, ყველაფერს ვიღებდი TikTok-ისთვის და ეგ ვლოგების სახით მანდ მაქვს. რო შეძურა ეს ინსპექტორი ტრეილერის ბოლოში, სადღაც აი გამოვიდა თავში. რაღაც საგორავებელი ქონდა მაღაზია დაწვა და რავი, ყველა მავთული სადენი ჭანჭიკი რაც აქვს მანქანას, ყველაფერი შეათვალიერა. მე მანქანის წინა ნაწილი არ ვიცი კაპოტს რა ქვია, ეგ გახდევინა ალექს, ჩახედა ყველაფერს, ხელით შეამოწმა, რა ვიცი, მორყეული, მონჯღრეული ხო არ იყო რამე. ყველა დოკუმენტები შეამოწმა და ნუ აშკარად შარზე იყო და ეძებდა რაღაც საბაბს, მაგრამ ვერაფერი ვერ იპოვა საბედნიეროდ. ნუ რამდენჯერ შემაწყვეტინა უბრალოდ. ბოლოს თვითონაც გაუსწორდა, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ამოვიდა მე ისევ ტრაქში, ალექსთან უფრო სწორად წინ და ისწოდინებოდა, მაგრამ მაინც კითხა საიდან ხართო და რა უთხარით, რომ საქართველოდან ეგრევე ამ თემას დაიწყო საუბარი, რომ ეხლა ძალიან მაგარი შემოწმებები არისო, ვინც ინგლისური არის მაგასთან დაკავშირებითო, თქვენ არაფერზე არ იღელოთო, მანქანაც კარგ მდგომარეობაში არის და თქვენ არანაირი საფრთხე არ გემუქრებათო და მანქანის საქარე მინაზე დაგვიკრა სტიკერი. თან ამ კაცმა გითხრა, რომ უახლოესი 3 თვის მანძილზე ამ სტიკერს რო დაინახავენ, ანუ შემოწმებებზე თუ მოგიწიათ შესვლა, რო დაინახავენ, ეგრევე აგარიდებენ თავს, რომ ეცოდინებათ ყველაფერი რიგზე არისო. ხო და ძალიან გახარებულები წამოვედით, რადგან ამ თემებთან დაკავშირებით ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო, რომელიღაც ქართულ ჯგუფში დავდა კიდეც პოსტი, რომ მეთქი წარმატებით გავიარეთ და არაფერი ისეთ საში არ ყოფილა. ანუ ბოლოს ისე კარგად გველაპარაკა ეს ინსპექტორი, რომ თხოვე მეთქი შეიძლება რომ ფოტო გადაგიღოს თქო და აი ეს კაცის რა სილამაზეა. ყავას ხარ ჩამოვასხათ? სიცხეში ვართ, რამეც ხელი საჭმლის მომზადება ძალიან მეზარება და დღეს ცოტა ჯანსაღად წავიხემსოთ. დავამატოთ მოცარელაც. if გონი ასეთი ქოთის ჩიზიც მოხდება. ალექს დავამატო ხო შენცოც? რამდენი კოზი გინდა?
კიდევ? ინებეთ. ახრა სილამაზე. მართლა ლამაზია ხო? ზაფხული და ზაფხული. დღეს მივდივართ. ტელეფონი გამოვიდა. რა? ამოშავდება. დაინახა შტატებში მინდას ტელეფონი და ამახია. კიდევ რა გინდა? ჩანგალი? გემრიელია? შეგერგოს. გავჩერდით საშხაპეთს დავჯავშნეთ და სულ ეს იყო ჩემი დღევანდელი ვლოგი. თუ აქამდე უყურეთ ვიდეოს, კომენტარში დამიტოვეთ მწვანე გული. შევხვდებით შემდეგ ვლოგში.